მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ასეთი საინტერესო გაშლა, მინდა გავაკეთო. ვკითხოთ, შესრულდება თუ არა თქვენი ოცნება. ანუ ეხლა ფიქრობთ, შეიძლება ისეთ როგორი ოცნება, შეიძლება მასშტაბური იყოს რამე, ხო? ან შეიძლება დიდი ხანია რამეზე ფიქრობთ, ან შეიძლება ეხლა მოგივიდეთ რაღაცა თქვენ აზრი და ვნახოთ, აბა, რას გვეტყვის ჩვენ ტარო. რას გვეტყვის ჩვენ ტარო, კითხვები მომზადებული მაქვს და ეხლავე დავიწყოთ ჩვენ ახლა. შევხედოთ. პირველი კითხვა გვექნება, რა მდგომარეობაშია ახლა თქვენი ოცნება. აი ვნახოთ, რა სტადიაში არის ახლა, ხო? შემდეგი კითხვა გვექნება ჩვენ, რამდენად რეალურია მისი შესრულება უახლოს მომავალში. მოდით ასე ვთქვათ, მე ავიღებ 1 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ თუ მასშტაბურია, შეიძლება დაგჭირდებათ მაგდენით, ხო, დრო, ზოგ შეიძლება 9 წელი, ზოგს 1 თვე უნდა, ხო, თქვენ, აი აქ შეგიძლიათ თქვენი პერიოდი აიღოთ, რამდენად არის რეალური მისი შესრულება. აი, იმ პერიოდში რა პერიოდს თქვენ ჩაიფიქრეთ. რა ეხმარება თქვენი ოცნების ახდენაში? რა უშლის ხელს ან ბლოკავს მას, ესეც ვნახოთ. რა ნაბიჯი შეგიძლიათ თქვენ გადადგათ უკვე მის რეალიზაციისთვის? რომში აი რომალი მოხდეს რა, ასე ვთქვათ, ხო? შემდეგი ვნახოთ, როგორი ყველაზე სავარაუდო შედეგი გელოდებათ. ნუ ვკითხოთ ახლა რჩევა ავიღოთ ჩვენ ახლა რა ფიქრები უნდა გქონდეთ თქვენ იმისათვის, რომ თქვენი ოცნება ასრულდეს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას ფიქრობთ, თუ თქვენ შიშები გაქვთ, თქვა ახლა არ გჯერათ, ეს უკვე აი უკვე ფიქრობთ, ხო ხედავთ. რაღაცა ტრანსფორმაცია მოხდა თქვენთან. ნახეთ ახლა გეტყვით, აი აქ კიდე როგორც სიგნიფიკაციასაც მაჩვენებენ, რომ შეიძლება თქვენ იყავით რაღაცა პერიოდში. როცა რაღაცა თქვა, აი მომენტი, რომ აი, ცუდ ხასიათზე შეიძლება იყავით, ხო? ანუ რაღაცა შეიძლება დანაკარგი, ნერვიულობდით. ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ სიტუაციას, შეიძლება ურთიერთობაში რამე მოხდა, შეიძლება ფინანსები, შეიძლება, რაღაცა იყო თემა, რომელიც თქვენ ძალიან აი განერვიულებდათ და უცბად მერე მოხდა, აი რაღაცა ეს იყო ტრანსფორმაცია, თქვენ ამას უნდა გრძნობდეთ, რომ თითქოს რაღაცა არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი რა ვქნა, რატომ აქ მე ეს მდგომარეობა, რატომ ვარ მე მასე, ხო? იმიტომ რომ ტრანსფორმაცია ყოველთვის აი ეს როგორი თემა, როცა შენ უკვე სხვათა შორის აქ კიდე ნახეთ როგორი მომენტი, თქვენ შეიძლება ფიქრობთ, ზოგისთვის იქნება კიდე ეს ინფორმაცია, რომ ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ, რაღაცა იმდენად უკვე არ მიზიდავს, ან მიზიდავს, მაგრამ აი ვგრძნობ, რომ რაღაცა კიდე მჭირდება ისეთი სხვა, მაგრამ რა არ ვიცი. რა არ ვიცი, რომ რაღაცა უნდა მოხდეს, ვიცი, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჯერ რა არ ვიცი. ხო ხვდებით რა? და აი იმიტომ რომ აქ არის ჩამოკიდებული. და აი ეს ამ პერიოდში თუ თქვენ იყავით უკვე და ფიქრობდით, რომ როგორ გამოვიდე მე აქედან, მე შეიძლება ეს მოხდა დაუშვათ სადღაც თქვენ გოგონათ ურთიერთობაში შეიძლება იყოს, ხო? აქ შეიძლება მოხდა ისეთი მომენტი, რომ თქვენ დაუშვათ სადღაც იყავით წასულები, ისეთ ადგილზე, სადაც თქვა სასიამოვნო იყო და იქ მოგივიდა თქვენ რაღაცა თქვა აზრი, რომ აი ეს მინდა მე გავაკეთო, მე ეს შემიძლია გავაკეთო რა. იქ შეიძლება ვიღაცა აი დაუშვათ კაცი იყო ის ადამიანი, რომელიც თქვენ დაუშვათ აი ეს იდეა მოგაწოდათ, ან შეიძლება მისი მაგალითი, ან შეიძლება თქვენი ხელმძღვანელი, რა ვიცი, ქმარი, რომელმაც თქვენ და ეს იყო თქვენთვის როგორ იცით, აი ღმერთო, აი ეს მინდა გავაკეთო, აი თითქოს მივხვდი რა, აი რო იცი ახლა ევრიკა რა და აი ეს ზუსტად ეს თქვენში
თითქოს რაღაცა აი სამყარომ გიპასუხოთ და გითხრათ, რომ კი ჩემო სიხარულო, ეს მართლა ძალიან მაგარი სიტუაცია შენთვის და აი რაღაცა ძალიან 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 გაგიხარდათ რა. და მთელი სამყარო რო აი პასუხობს და აი ეს არის მე-15 ენერგია, როცა მე მინდა, всё, აი მინდა ძალიან ძალიან მინდა და რაღაცა უკვე გეგმებიც დაიწყებ, ახალი გეგმები და იცით რომ მე ამას მოვერევე, მე აუცილებლად ამას გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს იდეა რომელიც ჩემთან მოვიდა, აუცილებლად მე მაგის განხორციელებას შევძლებ, იმიტომ რომ ეხლა მე მაგას არ მხოლოდ ვიოცნებ, მე ვიმოქმედებ კიდევაც, მე არ ვინერვიულებ თუ რაღაცა მომენტები იქნება, მე ყველაფერს აი გავუშვებ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ მე ვარ გამარჯვებული, მე შემიძლია და თქვენი ცხოვრება ნახეთ რანაირად აქ აქვს, მგონი დავასრულოთ, ხო? ყველანაირად, აი გითხრათ, ნახეთ, ეხლა სტრატეგიებიც იქნება. აჰა. სტრატეგიებიც იქნება, ნუ რაღაც სასწაული არის რა, რაღაც იდეებიც მოგივათ, უბრალოდ თავარია არ ინერვიულოთ. всё. ნუ კაი, ეს დასთან უკვე მოგიყვა. ვაიმე, არა. ჩვენ ვაგრძელებთ ახლა, ნუ გარბიხარ. ნუ მე მგონი ძალიან რაღაც მაგარი რაღაცა იყო, ხო? დაწერეთ აბა კომენტარებში თქვენც როგორ მოგეწონათ ეს სიგნიფიკაცია იყო რაღაც ღაპრული. ნახოთ აბა ახლა ჩვენ რა მდგომარეობაში ახლა თქვენი ოცნება. ეხლა კი გვაჩვენეს. აჰა. აი ზუსტად იმ მდგომარეობაში რომ თქვენ ახლა ხო გეუბნეთ რაღაცა, აი ეს არ იყო თქვენთვის ადვილი, მაგრამ თქვენ მოერიეთ ამ სიტუაციას და თქვით რომ მორჩა, მე მინდა გავაკეთო აი ეს, აი რაც არ უნდა იყოს რა, ესეთ მდგომარეობაში, როცა ხუთიანი ხმალების ეს არის საერთოდ ესეთი ენერგია, როცა ადამიანი, თქვათ, შეიძლება ხო მანამდე ხო 4-იანი, მე 4 ენერგია, ადამიანი იქ რაღაცას ფიქრობს და ნუ რაც პრინციპში მე უკვე გითხარით, აღარ გავიმეორებ, მაგრამ მე 5 ენერგია, როცა ადამიანი უკვე всё დგება და იძახის, არა, მე ამას გავაკეთებ, მე შემიძლია, მე არ დავმარცხები, მე მაქვს მაგისი რესურსი, მე არ ვიცი ახლა მე ვტოვებ ყველაფერს თუ რამე თქვათ, ნერვებს ვიშლი და უკან, ხო? მე გავიღვიძე, აი ეგეთი რაღაც ესეთი ენერგია მოდის აქ. ნუ კიდე მოდით ახლა ეს ამ დასთან რაღაც ძალიან დღეს მეუბნებოდა რომ მეც მინდა მონაწილეობა მივიღო. ანუ ეს არის როცა იცით როგორ არის, აი თითქოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიც არის აქ, როცა მე აი ჩემთვის მაგალითად ხუთიანი ხმალების აი ძალიან ხშირად მაჩვენებს როცა ადამიანი რაღაცნაირად აი даже ნუ გონებრივად მაინც აი რაღაც მოგებულია რა, ანუ მოგება არის აქ რა არის. კი, გადაწყვეტილება. ანუ ეს არის როგორ მდგომარეობაში, იცით, როცა თქვენ როგორ ყარეთ გადაწყვეტილება მიიღეთ, ეს თითქოს მოგივიდა თქვენ, აი ეს აზრი, ნახეთ, ღმერთისგან, იმიტომ რომ იეროფანტე მაინც ეს არის, რომელიც ღმერთთან ახლოს არის. მაგას ახლა აი რა ზემოთ არის, ის ქვემოთ უნდა შესრულდეს, ხო ხტებით? ანუ აქ არის გამოსვლა რაღაცა პერიოდიდან, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ ხუთიანები არის აი გარდატეხვის პერიოდი, მაგრამ როცა ხუთიანი ხმალების არის, ხო, ეს ზუსტად მე ვფიქრობდი რაღაცებს, მაგრამ მომივიდა ეს ძალიან მაგარი აზრი, ძალიან სერიოზულად მაგარი აზრი მომივიდა, რომელიც მე მინდა უკვე განვახორციელო. აი ეს ძალიან ესეთი კარგი სტატია. ნახოთ, რამდენად რეალურია მისი შესრულება რა, აი იმ პერიოდში, თქვათ, რა პერიოდი ჩვენ აქ ჩავიფიქრეთ ყველა, ხო? კი ბატონო, აქ ნახეთ რა ხდება. აი მაგ პერიოდში, რომელიც თქვენ აიღეთ, ხო? აქ გექნება თქვენ ბევრი სამუშაო, შემიძლია გითხრათ. აქ იქნება სიტუაცია როგორი, იცით, აი არის მომენტი, ნახეთ, მაგრამ ის პერიოდი, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, ეს იქნება აი თქვათ სიტყვაზე დღეიდან იმ პერიოდამდე, ან იმ პერიოდის განმავლობაში ბევრი რაღაცები გექნებათ გასავლელი და გეგმები, ხო, რაღაცა თქვენი დაგეგმავთ რაღაცას, თქვათ, ახლა ქმედებები, მიხვდით? მაგრამ პრინციპში აქ იქნებით აი მიუახლოვდებით თქვენ აუცილებლად იმ თქვენ ოცნებამდე რა. ანუ რამდენად არის ახლა რეალურად კი არა, რამდენად აი შეიძლება ამის რეალიზება. აჰა. კი ბატონო, აი ნახეთ, იმპერატრიცა, ნახეთ რა სულ მაღალი არკანებით გველაპარაკებიან. კი ბატონო.
აჰა. აი ეს არის როგორი მომენტი, იცით კი? შეიძლება დაწყება იყოს რაღაც, აი ნახეთ ახლა როგორი ხო აი როგორ კარგად მინდა აგიხსნათ, იცით? ეს ისეთი პერიოდი, როცა თქვენ აი მაგ პერიოდში გიწერთ რაღაცა შრომა. იცით? აი შრომა. მაგრამ იქნება რაღაც ბევრი ესეთი სიტუაციები, მაგრამ თქვენ გამოხვალთ რა იქიდან თან მაღალი არკანები და სხვათა შორის მაგ პერიოდში რაღაცა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაშიც ძალიან მაგ პერიოდში. აქ სხვათა შორის რაღაცა ეტაპით შეიძლება დასრულდეს, რომელიც დაუშვოთ, ახლა მე არ გამოვრიცხავ, ახლა პრინციპში ახლა ისეთი ცვლილებები მიდის საერთო სამყაროში, რომ აქ შეიძლება თქვენ მაგ პერიოდისთვის შეიძლება даже დაასრულებთ რამეს ისეც, რითიც იყავით თქვენ დამოკიდებული, ზოგი შეცვლის სამსახურსაც არ გამოვრიცხავ და გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებთ, რომ ეს ახალი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე არ გამიკვირდება თუ ეს არის რაღაცასთან, ხო, აი აქაც ნახეთ ერთი და იგივეს მეუბნება, ცხრიანები არის, აქაც ცხრიანი არის კვერთხები, აქაც ცხრიანი კვერთხების რა. რაღაცას დაასრულებთ თქვენ, შეიძლება რაღაცა მოღვაწეობას და აი აქ დაიწყებთ თქვენ უკვე აი მთლიანად შეიძლება გადაერთობით უკვე ამაზე, რა ქვია. და აქ სხვათა შორის წავა, ნახეთ, სურვილის ასრულება ჩვენ აი აქ მე გიგეთყოთ თქვენ ახლა ფიქრებზე რომ გადავალთ, მაგრამ აქ მთავარია თქვენ უნდა იყოთ მთლიანად გადართული ამ თემაზე. გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ აქ შეიძლება ეს იყოს ისეთი რაღაცა, რაც თქვათ ახლა ანუ საერთოდ უცნაური, უცხო, მიხვდით, აი ეგეთი რაღაცაა. მაგრამ აქ გექნებათ რაღაცა ეტაპი ძალიან სერიოზული. კარგით, მოდით ახლა კიდევ ვნახოთ და მე ვნახოთ ახლა ჩვენ რა ეხმარება თქვენი ოცნების ახდენაში, რა ეხმარება. აი რა ეხმარება და თქვენ თვითონ ალბათ ეხმარება და პლუს კიდე ნახეთ რა ეხმარება ვიზუალიზაცია. ვიზუალიზაცია არის აი რომ წარმოიდგენ, ნახეთ, აი საერთოდ ნახეთ რა ხდება. არ არსებობს აი არაფერი ეს ჩვენი გოჭიც ხო? არაფერი გინდათ აი ეს ჭიქა სიტყვაზე აი ასეთი ლამაზ. არაფერი არ არსებობს თუ შენ ეს ვიღაცამ ეს წარმოიდგინე, გინდა ტარო ხო სიტყვაზე. არა აქვს. ჯერ მოგდის ყოველთვის რაღაცა ხედავ შენ რაღაცას, ხო? აი ეს მინდა, ელემენტარული სახში თქვა დაუშვოთ ახლა იყიდეთ ბინა და თქვენ ფიქრობთ რომ აი ესეთი რემონტი უნდა ჯერ რაღაცას წარმოვიდგენთ. აი მე როცა შენ უკვე ამას წარმოიდგენ, მე უკვე მოდის ყველაფერი რა, რომ აი როგორ რანაირად რისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს თქვენ გეხმარებათ მაგ ოცნებაში ის რომ თქვენ ამას ხატავთ თქვენს გონებაში. აი მე ასეთი მინდა, აი ასე ვფიქრობ რომ იქნება. მიხვდით, რომ თქვენ ამას ხედავთ, თქვენმა ხედვამ თქვენი ხედვა გეხმარება თქვენ ამ შემთხვევაში ახლა. წარმოვიდგინე როგორი ვიქნები, რანაირი იქნება ეს ჩემი ოცნება. აი უნდა შეხვიდე მაქსიმალურად იმ ოცნებაში, რომ უკვე იქ უნდა იყო, რომ ეს ოცნება ვერ დარჩება ოცნება. თუ შენ ახლა გინდა რომ ეს რეალობა მოხდეს, შენ უნდა შეხვიდე ძალიან მაგრად ეხმარება სხვათა შორის მედიტაციები. აი აქაც მედიტაციები, ეს მე-12 ენერგია, ესეც არის მედიტაციები რა. და აი ამ შემთხვევაში მე შემიძლიათ გითხრათ რომ ესე იგი თქვენ უკვე ამ თვალებს დაჯერგეთ და დაჯდებით თქვა დახუჭავ თვალებს წარმოიდგენთ როგორ არის. ანუ რო უკვე იქ შიგნით ხართ იმ თქვენს ოცნებაში, გაიგეთ? ანუ მოდით კიდე ახლა დავუშვათ სახლი, ხო? უკვე იქ დადიხართ, აი მოთახში ამას ვაკეთებ, სამზარეულოში ამას ვაკეთებ, აი თქვა საძინებელში რო ვდგები დილით ასეთ ხასიათზე ვარ, ხო ხვდებით რა? აი ეს დაგეხმარება ძალიან თქვენ და უკვე გეხმარებათ, იმიტომ რომ თუ რადგან თქვენ გაქვთ ეს ოცნება, ესე იგი თქვენ ეს უკვე წარმოიდგინეთ და უკვე გინდათ რომ ეს მოხდეს, ხო? შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ რა შეიძლება ან უშლის ხელს, ან შეიძლება ბლოკავს. აი ესეც ვნახოთ. так, ეს ვინ არის? ახლა ნახეთ რა ხდება. შეიძლება ვიღაცისთვის როგორი ინფორმაცია იყოს, აი დაუშვოთ
თქვენ თქვათ არიან ზოგი ადამიანები, მოდით ასე რომ ვთქვათ, რომელიც იპარავენ სხვის ოცნებას. ასე ქვია მაგაზე მფარველები, აი რო იტაცებენ, იპარავენ, ხო ხტებით რა. ეს რას ნიშნავს, რომ აი დაუშვოთ თქვენ ახლა მიდიხართ ვიღაცას თქვენ ოცნებაზე უყვებით და იმ მაგ ადამიანისთვის ეგ საერთოდ რაღაცა ისეთი, რომ აი ხوار რიფს ვაფშე ფიქრობ რა, ოღონდაც გეხვეწები და შეიძლება ეს იყოს თქვენი დაუშვოთ ახლა ადამიანი, რომელიც თქვათ ახლა ვიღაცას უყვებით და ის გეუბნებათ, რომ აი მოიცადე რა, მაშები ახლა. ან შეიძლება კიდე, მოდით, კიდევ ვნახოთ ახლა რა უშლის ხე. აი ნახეთ ახლა მე გეტყვით თქვენ, всё, აგავიგე რა ხდება. ახლა შეხედეთ. ყველაზე მთავარი, როცა შენ გაქვს ოცნება, როცა შენ უკვე მიიღე გადაწყვეტილება და მე უნდა გავაკეთო. როცა შენ უკვე წარმოიდგინე. მთავარი, აი აქ რა შეიძლება თქვენ ეს ანუ ზოგი ფიქრობს რას? მე იმისთვის რომ ეს განვახორციელო, აი ფული რომ მექნება, მაშინ გავაკეთებ მე მაგას. მაშინ კი თუ ფული არ მექნება, რანაირად გავაკეთებ მე მაგას. დაუშვოთ, ხო? ანუ ყველაფრის იმისთვის რომ თქვათ ოცნება რომ ასრულდეს, უნდა სჭირდება თქვათ ახლა ფული. ეს არ არის სწორი, იცოდეთ რა. და შეიძლება ვიღაცა გეტყვის თქვათ დაუშვათ, რომ აი ეს შეიძლება თქვენი ნათესავი იყოს, შეიძლება თქვენი შვილი, ქმარი, საყვარელი ადამიანი, არ აქვს ძმა, რა ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ. ის ადამიანი შეიძლება გეტყვის თქვენ, რომ იცი რა არის, ახლა შენ ესეთი რაღაცა ჩაიფიქრე, რომ ეს რესურსები სად არის. და ან ისეთი არგუმენტები შეიძლება მოგიყვანოს თქვენ, რომ ეგრევე თქვენ აი იტყვით, რომ რა ვქნა, არ გამომივა ალბათ რა ისი მართალია რა. და აი ეს არის მე გეუბნებით ჩემი გამოცდილებიდან, ახლა ბევრი ვინც ახლა ჩემი მოსწავლეები ყოველ შემთხვევაში ვინც მიცნობენ, იციან როგორ გავხდნენ სკოლის დირექტორი და ახლა ამ ისტორია შეიძლება მოგიყვებით, ხო? ახლა უფრო მატრიცის არხზე რა, ანუ როგორ ვითარდება თქვათ ახლა მატრიცა და რატო და ასე შემდეგ. აქ ამაგას არ გეტყვით, უბრალოდ აქ მინდა გითხრათ ერთი რაღაცა, რომ ნამდვილად, აი თუ შენ არ უსმენ არავის, მაგ შემთხვევაში შენ თუ არ აყვები შენ დაუშვოთ ვიღაცის ნათქვამს და შენ იქნები დარწმუნებული იმაში, რომ შენ დაუშვოთ ამას შეძლებ, ხო? აი მაშინ შეძლებ მოვა რესურსებიც, მოვა ყველაფერი აბსოლუტურად მოვა დამიჯერეთ რა. უბრალოდ აი აქ არ მისცეთ თქვენ საშუალება, რომ ვიღაცას, რომ აი დაგიწყოს, რომ აი ფული არა, ეს არა, ჯერ ის ქენი, კაროჩე, ხო მიმოხდეთ რა, აი ეგეთი რაღაცები არ გააკეთოთ. შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ რანაბიჯი შეგიძლიათ თქვენ გადადგათ მის რეალიზაციისთვის რა. რა უკვე რანაბიჯი. აი დაჯეკი და დაფიქრდეთ რა. მარტო თქვენთვის რანაბიჯი, ჯერ დაფიქრდეთ თქვენთვის. ანუ ჯერ შეიძლება დაჟე აი არ მოუყვეთ არავის თუნდაც რა. და დამიტომეთ ეს ადამიანებს შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ თქვათ ეს გამიგებს, მაგრამ ამ დროს ისეთ რაღაცას გეტყვის, რომ ვაფშე მოკლავს ამ თქვენს იმას, რა ქვია, ოცნებას და ამიტომ ესე იგი რანაბიჯი შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ იმისთვის, რომ ეს მისი რეალიზება ახლა უკვე მოახლდეს. აი გეუბნებით რა. თქვენ თვითონ დაფიქრდით რა უნდა გააკეთოთ მისთვის, რა უნდა აი ეს რეალიზება, იფიქრეთ, თქვენ თვითონ იფიქრეთ რა. რა უნდა გავაკეთო. ანუ ესე იგი ჯერ ფიქრის თუნდაც დონეზე, იმიტომ რომ ნახეთ ახლა აქ მაინც არის ისე რა ქვია, ხმალების რაინდი იფიქრე, ანუ აქ ნახეთ ახლა რაღაცა იდეები მოგივათ, ანუ ეს არის როგორ განმართოვება, ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო, შეიძლება იმაზეც, ანუ ფული საიდან შეიძლება თქვათ შემომივიდეს, თქვათ იმისთვის, რომ მე ამის რეალიზება გავაკეთო, თუ საჭირო არის ფული, მიხვდეთ? ან თუ დავუშვათ კიდე აი რა უნდა გააკეთოთ რანაბიჯი, რომ თქვათ ახლა თუნდაც შეიძლება ფული თუ არ გინდათ, საერთოდ იფიქრეთ რა დრო უნდა
არ გაწელოთ რა, მოდეთ ასე რომ კიდევ ვთქვათ. არ გაწელოთ რა. და დარწმუნებული უნდა იყოთ კიდე იმაში, რომ ეს ყველაფერი გამოგივათ. აი ეს არის თქვენი ნაბიჯები კიდე აქ რა. რა შეიძლება, ანუ როგორია ყველაზე სავარაუდო შედეგი. აი ყველაზე სავარაუდო შედეგი არის, რომ აუცილებლად პრინცესა პენტაკლი. აი ეს არის, რომ თუ აი ნახეთ ახლა გეტყვით მე კიდე თქვენ რა უნდა გააკეთეთ. ახლა პლუს კიდე 10-იანი არის აქა თასების. იცით რა არის? აი აქ სხვათა შორის კიდე რას გვეუბნებიან ჩვენ ნახეთ, ეს აუცილებლად მოხდება. იმიტომ რომ ეს ახლა პრინციპში რადგან თქვენ მოგივიდათ, ეს უკვე დაწერილი არის რა. დაწერილი არის უკვე ეს და უნდა შესრულდეს. ახლა აგიხსნით კიდე ნახეთ რა ხდება. საერთოდ ტექნიკა მე მაგაზე უკვე გითხარი და კიდევაც გეტყვი. დაწერეთ, იმიტომ რომ თქვენ როცა წერთ, თქვენ აძლევთ ამის ის მუშაობს ეს მექანიზმი რომ მიდის თქვენს ხა გონებამდე და უკვე მე ტვინიც უკვე და ქვეცნობიერიც მუშაობს რა და მე მოდის რაღაცა იდეები და ასე შემდეგ. და პლუს კიდე თქვენ რო წერთ, ესე იგი აფიქსირებთ, რომ всё, მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოხდება ჩემ ცხოვრებაში და არაფერი მაგას თქვათ ხელს არ შეუშლის არავითარ შემთხვევაში. პლუს კიდე აქ იქნება თქვენი ქმედება ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებს. ეს იქნება რაღაცა ისეთი საქმე, რაღაცა ახალი საქმე, თქვენ ახალი რაღაცა ეს არის, თქვათ ახლა თუ შეიძლება თქვენ მაგას არც აკეთებდეთ აქამდე, ხო, სიტყვაზე, ხო? რომელიც, ანუ მოგიტანს ფინანსებსაც მოგიტანს და რაც მთავარია ნებისმიერი საქმე, ნახეთ, აი დაუშვოთ ახლა ოცნება, ხო, შენ როცა ოცნებობ, ყოველთვის შენ რა თქმა უნდა იფიქრო ხარ შენთვის სასარგებლოდ რა არის, მაგრამ აი ადამიანებსაც, აი თუ თქვენი არის ოცნება ისეთი, რომ მე რასაც უნდა გავაკეთო და ეხმარება ბევრ ადამიანს, აქ არის უეჭველი 1000%-იანი, ანუ თქვენი მანიფესტაცია ნამდვილად იმუშავებს და თქვენ გექნება ძალიან მაგარი შედეგი. ძალიან მაგარი შედეგი. იმიტომ რომ აქ ეგრევე გვაჩვენებენ, რომ დაწერე რომ შენ გინდა რო თქვა ბევრი ადამიანი გაახარო რა და ამიტომ შენი რა თქმა უნდა იქნება შედეგი ძალიან გადასარევი. კი ბატონო, აჰა. აი სურვილის ასრულებაც. იმიტომ რომ თქვენ ტრანსფორმაციიდან გადიხართ რა. ეს ტრანსფორმაციას თქვენ შეყავხარ ძალიან კაი ენერგიებში. აქ ნახეთ როგორი აქ მოგივათ აუცილებლად მოგივათ ანუ გაგეხარდება და ფულიც მოგივათ რო იცოდეთ თქვენ მაგისტვის თუ ფული გჭირდებათ. ვიღაცა დაგეხმარებათ, თან ძალიან დაგეხმარებათ. უბრალოდ თქვენ ეხლა როგორ არის იცით, ანუ აქ სხვათა შორის აიქაც იყო წეღან, აქაც არის რომ ვიღაცას დაგეხმარებათ შეიძლება ან თქვენი პარტნიორი არის, ან თქვენი ქმარი, ან თქვენი ხელმძღვანელი, ანუ ვიღაც ადამიანი კიდე ვისაც შეუძლია რომ ამაში დაგეხმაროთ. არ ვიცი რა ინფორმაცია მოდის. ნუ ნახოთ ახლა თქვენი ფიქრები როგორი უნდა იყოს. აი გეუბნებით, ეს უნდა წარმოიდგინოთ, ეს უნდა გჯეროდეთ თქვენ. ექვსიანი არის აი როგორი თასების ის რომ ეს არის ისეთი ემოცია, რასაც მე ვხედავ და პლუს კიდე ეს რა თქმა უნდა, ესე იგი თქვენ ეს უნდა გაგიკეთებ, ეს სასიამოვნო არის იმის მიუხედავად რომ ახლა გოგო უყურებს თქვა. ახლა ნახეთ გოგო უყურებს რას, წარმოიდგენს როგორ არის საყვარელ ადამიანთან ერთად. ნახეთ ოცნებოდ, მე ვზივარ და ვოცნებობ, მე როგორ აი სიყვარულზე რომ როგორ ბედნიერი ვარ, მე ვხედავ აი წყალში იყურება და ვხედავ როგორი ბედნიერები ვართ მე და ჩემი თქვათ ახლა საყვარელი ადამიანი. ანუ ასე იგი თქვენი ფიქრებიც ეს უნდა იყოს, უნდა წარმოიდგინოთ, აქაც გვითხრეს და აქაც. სულ ვიზუალიზაციაც გააკეთეთ აუცილებლად და გჯეროდეთ, რომ ეს უკვე აუცილებლად რადგან თქვენ მოგივიდეთ თავში, აუცილებლად ასრულდება. მიხვდით? აუცილებლად ასრულდება. აი შეხედეთ, რამხელა ცვლილება იქნება თქვენს ცხოვრებაში.
რამხელა ცვლილება იქნება თქვენ ცხოვრებაში. ანუ ესე იგი მთავარია მყარეთ, აქ ნახოთ კოშკი რამხელა როგორი არის, აი დგას, არც ინგრევა, არც არაფერი, უბრალოდ მიდის რაღაცა ცვლილებები მიდის, მაგრამ აუცილებლად თქვენი ვარსკვლავი აქ აინთება. მთავარია თქვენ უნდა გჯეროდეთ. ხმალების დედოფალი არის ესეთი ტიპი, რომელიცაც აი შანსი არ არის, რომ ვიღაცა რაღაცა აქ მოვიდეს და რამე უთხრეს, რომ არ გამოგივა, რას ლაპარაკობთ? რას ლაპარაკობთ? აი ეს თვითდაჯერება, კი ბატონო, თქვენ მოგიტანთ ძალიან დიდ სიხარულს და მთავარია არავინ არ შეუშვათ თქვენ, აქ ვინც შეუძლია დაამწყიოს თქვენი ოცნება. მიხვდით? არა, აი ვიზუალიზაცია ყველანაირად, აი ფიქრი, კარგი ფიქრი, ანუ თვითდაჯერება, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და მე აუცილებლად მივაღწევ, ყველა ბლოკები თუ რამე არ უნდა იყოს, წავა. იმიტომ რომ მაგრამ ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო აქ. გაიგეთ ახლა სხვათა შორის, რომ ისე რა ქვია. კი ბატონო, ნუ ეს უნდა იყოს, აქ დაგეხმარებათ, მაღალი ძალები ყველა ვარიანტში. სამყარო გეხმარება თქვენ, სამყარო გეხმარებათ, იმიტომ რომ თქვენ ხართ აი სწორი არჩევანი გაქვთ თქვენ აქ. აქ მთელი სამყარო გეხმარებათ თქვენ. კი, აი წინსვლა. всё, დავასრულებ. მე გისურვებ თქვენ წინსვლას. ეს არის აი რაღაცა ინსაიტი, რომელიც თქვენ დაიჭირეთ, თქვენ სამყარო დაგეხმარებათ. აქ მთავარი იდეა იმაში, რომ იმისათვის, რომ თქვენი სურვილი ასრულდეს, უნდა გჯეროდეთ, არ უნდა თქვა ბევრი გაუზიაროთ იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება შეშურდეთ, თუნდაც გაიგეთ რა ხდება და უნდა იცოდეთ, რომ ახალი ძალები თქვენსკენ არიან და ყველაფერს შეგიწყობენ მაქსიმალურად თქვენ ხელს. უბრალოდ ჩვენ გვჭირდება ვიზუალიზაცია, მერე უკვე დაფიქრდებით და დაგეგმავთ რაღაცებს, ხო? და აუცილებლად ეს თქვენი სურვილი ასრულდება.